თბილისის ზედმეტად ელიტარული რესტორანი ძალიან ისეთი რა, აი სიგარეტსაც რო დანარჩენ ანგლით ეწევიან და რამე ეგეთი რესტორანი ბიზნეს ლანჩები ახლა ხო მოდაშია და შედის მეგრელი. ჩვეულებრივად დაждდა მელოდი ბიძა რა. ბიძა კუკური და ოფიციალს მენიუ მომიტანეთო გადახედა და ნუ რაც პირველი მოეწონა თან ცოტა პახნელი აზია და თუ შეიძლება ერთიო ცხელიო აი მწარე შეკმაზული ხარჩო მომიტანეთო ხარჩო ოდან ოფიციალმა ხარჩო ჭამა მიბრუნდა ცოტა რა ხალხი ხა შვადღია მაინც რესტორანში ბიზნეს ლანჩები ეხა ხო მოდაში ადრეს ადიო პერერივი და მთელი ამბავი და რამე და Короче, რა ბიჭო, გადახედა, გადმოხედა მომენტ რესტორანში ნორმალური რემონტია, პონტიანია, სიმონ და ეხა ამათ მოუთხნა ო პატრონს, პოზიშვილი იყო, ეხა განახოთ რას ვიზავო სიმონ და ადნახა ჯერ თმა თავზე მელოდია, ოპა გამოაძრო სიმონ და ხარჩოში ჩააგდო რა. რა არის ეს? ატეხა ყვირილი და იქიდან ოფიციანტი გამოვარდა და შენ არ მინდიხარო შენო ადიქიო იმასო და მენეჯერს დამიძახეო მენეჯერს. ოფიციანტი შევარდა მენეჯერი გამოიყვანა ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭია გალსტუკში რამე სიმონ გისმენთო ბატონო კულტურული რა ბატონო რას მისმენას მე ამხელა კაცო მაგი მეკადრებაო აქ ხარჯოჟია ფაჩარი აგდიო ამ ბიჭმა გადახედა ძალიან თუთუ ნოყვირი ხართო ბატონო ჩვენთან ესეთი სიტყვები მიღებული არ არის რა ხდება რა ხდება ბაზო ფაჩარი აგდიო ოჟინო ხარჯოჟიო ფაჩარიო ბატონო გასაგებია მაგრამ ჩვენთან ესეთი რაღაც არ ხდება ჩვენთან ძალიან სერიოზული ხალხი დადიან ყველაფერი კულტურულად ვაინო ბოდის მოიხდიო კი არაო მე ჟურნალისტთა კავშირის წევრი ვარო ჟურნალისტთა დახურავდო დღესო დედას გიტირებდო თუ არა და $1000 კომპენსაცია უნდა გადამიხადოთ კარგითო შევალო დირექტორთან დავალაპარაკებია ბატონო მე ვარ ამგონია ორ ამაში რამენაირად თუ შემეძლოსო დახმარა რას ქვია მე დამალაპარაკეთო დირექტორსო ატეხა წივილი და ეს ბიჭი შევარდა ადმინისტრატორი დირექტორთან ბატონო ნუგზარო სიტუაცია ძალიან ძიმეაო რაღაც ნერვიული არისო პროვინციელიო და რაღაც სკანდალს მოახდენსო თქვენი ჭირიმე $1000-ზე არისო საუბარია და არ მინდა უბრალოდ შეიძლება ჩემი ბრალიც იყო მე ვერ გავაკონტროლებ ჩემი ხელფასიდანო მომიჭერით ამაზე მოდი ადმინისტრატორის $1000 ხელფასის ამხელა და короче და სადა ჯერ მაგრამ მაინც რა იცი რა ხდება ანეკდოტია რაღაცა წავა ხო და ადგა სიმონ და ამ $1000 ამ ბიჭმა თავისი ჯიბიდან საწყალმა სიმონ ადგა და მიუტანა დაუდო ამ მეგრელს და ბოდის მომიხდიო ბატონო თქვენი ჭირიმო ჩვენზე ნაწყენები ნუ იქნებითო ყოველთვის მოგძამდითო გადაყვებითო ზედო თქვენო კლიენტი იქნებითა და არ მინდა რაღაცა წავიდა გააგზავნა დალში და ბიჭი ნერვიულობს რა ბიჭი გადარეულია გაჭაღარავდა რავალი $1000 ვიღაცა ნაპოზარს გადაუხადა რისი გულისთვის შემი და როჟა რა всё ცხოვრება აერია რა მას რავალი ერთი თუ მე იპახავს ახლა ვიღაცა პაროჭის გულისთვის სიმონ და ნანერვიულების აღამოს წავიდა ძმაკაცებთან ერთად მაგარი დათვრა სიმონ რო გული გადააყოლოს და $200 გარჩა ჯიბეში და მოდი რომ პუტანკებში შევივლიო რა ბოძიშვილი იყო საუნაში სიმონ ვიტნაურებო ცოტა გულს გადავაყოლებო და ადგა ბოძიშვილი იყო და საუნაში შევიდა დაიბანა რამე იქ მაგარი კაცურად გახერხა სიმონ გული გადააყოლა ყველაფერი მთელი ამბავი და რა საუნიდან გამოდის რა და კალიდორული სისტემაა რა საუნაში ბევრი ხალხი მეც გიყვებით ვითომ არ იცით სიმონ საუნაში როგორი სისტემა არ ხართ ნაყოფები короче რაიტოქში და ერთ-ერთი კარია შეღებულია რა ერთ-ერთი კარი სიმონ და ბიჭო ჩაიარა და თვალი შეაყოლა და რაღაცა ნაცნობი მელოდი თავია რა და გახედა რას ხედავს ბოზიშვილი იყო ეს მეგრელი სიმონ ნაშაყავს რა აყუდებული და ქართული ახალი ქართული სიტყვა რა იტოქში კუნილინგუსი მე ვაფშე ფარანგი ჰოკეისტი მეკონა ჩემ დედა ხო რა კარო იტოქში დუდღნის რა როჟა სიმონ მეგრელი პროცესია და მე სიმონ ფეხის წვერებზე მიეპარა და ეს მხარზე ხელი დაადო რა ჯიგარო რა მაინტერესებს ახლა მაკო ფაჩარი არ არისო მეგრელი გახედა სიმონ და აკოზემიაო ფაჩარი კი არისო მაგრამ აქ ვიპოვო ახლა ბრინჯი ამა დედის ტყნას მე განახებ შენ